ზოგადად ამ წუთებში ოპოზიციის ალიანსი მართავს შეხვედრას, საჯარო შეხვედრას სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთან, ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც უწყვეტ პროტესტში იმყოფებიან და აცოცხლებენ პროტესტს. სწორედ ამ მოქალაქეებთან ერთად ისინი დასახავენ სამომავლო გეგმებს. მთავარი განსახილველი საკითხიც იქნება სწორედ ეს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა და ბუნებრივია უწყვეტი პროტესტი არის ის ერთ-ერთი მექანიზმი, რასაც როგორც ოპოზიციის ალიანსი, ასევე სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების წევრები, ახალგაზრდები გააგრძელებენ, იქნებიან ჩართულნი და ყველა თანხმდება იმაზე, რომ წნეხი უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და ბუნებრივია ქვეყნის შიგნით ეს უკვე უკავშირდება სამომავლო გეგმებს, როგორც ოპოზიციის ალიანსის, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც ამ უწყვეტ პროტესტში იმყოფებიან და ისინი ერთმანეთისგან მოისმენენ თუ როგორ ხედავენ ბრძოლის გაგრძელებას, მოისმენენ ერთის მხრივ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც გამოცდილნი არიან ამ პროცესში და მეორეს მხრივ ისინი მოისმენენ დაკვეთეს თუ რა არის ხალხის მხრიდან, რას ელიან ისინი პოლიტიკოსებისგან და ოპოზიციის ალიანსისგან და მათი თანამშრომლობა როგორ უნდა გაგრძელდეს. აქ არის ის ხალხი, რომელიც პრაქტიკულად ყოველდღე დგას რუსთაველზე და არა მხოლოდ თავისი იქ-ყოფნით, არამედ თავისი საორგანიზაციო გადაწყვეტილებებით და უნარებით უზრუნველყოფს, წელიწად ნახევარია უკვე უწყვეტ პროტესტს. ჩვენ მათგან გვინდა მოვისმინოთ, რას ელიან ჩვენგან, როგორ შეგვიძლია რომ ერთობლივად უფრო მრავალრიცხოვანი გავხადოთ პროტესტი და უფრო მრავალფეროვანი, როგორც გეოგრაფიის, ასევე ჩართულობის თვალსაზრისით. აქ არის უამრავი ადამიანი სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში პროტესტში არიან, უკვე წელიწადზე მეტია. ჩვენ რაც გვინდა არის ის, რომ მოკლედ მოუხვეთ რის გარშემო შეიქმნა ეს ალიანსი, ჩვენ როგორ ხედავთ გამარჯვების სტრატეგიას და ვინდა მათგან მოვისმინოთ ასევე კითხვები, რჩევები, რეკომენდაციები, რა ვიცი ყველაფერი ამ გამარჯვების გასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში თანხმობა შედგეს იმ ადამიანებთან, ვის დღეს ამ შეხვედრაზე არიან წარმოდგენილი, იმ ადამიანებთან, ვინც წელიწადზე მეტი პერიოდის მანძილზე უწყვეტად იღებს მონაწილეობას იმ პროტესტში, რომლის საბოლოო მიზანი არის ერთიანი, ძლიერი ევროკავშირის წევრი საქართველო. ამ ალიანსის, ვთქვათ, წარმატება გაიზომება მისი შედეგით და ეს შედეგი უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენა, ანუ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა. აი ამ გზას როგორ გავდივართ და მე რა ხდება, აი ამასთან დაკავშირებით არის ეს შეხვედრა. ჩვენი ალიანსის შექმნა არ ემსახურებოდა მხოლოდ რაღაც პოლიტიკურ ძალების ერთიანობას, არამედ ემსახურებოდა წინააღმდეგობაში ჩართული ძალების ერთიანობას და სწორედ რომ აი ამ ერთიანი სტრატეგიით, ერთიანი ხედვით უნდა მოვახდინოთ ჩვენ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები. იმ ახალგაზრდებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის, რომლებიც პროტესტის ავანგარდში იმყოფებიან, საინტერესოა ოპოზიციის ალიანსი, მათი ხედვები, გეგმები და ზოგადად ეს ახალი გაერთიანება პოლიტიკოსების მხრიდან, სხვადასხვა პარტიიდან და შესაბამისად მათთვის ახლა მნიშვნელოვანია პირველ რიგში მოისმინონ თუ რა გეგმა აქვს თავად ოპოზიციას და თავის მხრივ ისინი აპირებენ რომ გაუზიარონ საკუთარი ხედვები, ყველა თანხმდება იმაზე რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს და ბუნებრივია პროტესტის შეწყვეტას არავინ აპირებს, პირველ რიგში ის ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ პროტესტი ქართული ოცნების გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკური ნაბიჯების მიმართ და შესაბამისად ისინი ამბობენ, რომ ამ პროტესტს ვერავინ გააჩერებს. ერთის მხრივ საზოგადოებრივი ჯგუფები ერთიანდებიან და რაღაცა უკვე პოულობენ საერთო თანამშრომლობის ფორმატს და მეორეს მხრივ პოლიტიკური პარტიები და აი ამგვარი შეხვედრები და ასე ვთქვათ ასთა გაცვლა გამოცვლა და ასე სამუშაო შეხვედრებში გადატანა უკვე ამ ფორმატის მოგცემს ჩემი აზრით იმას, რომ აი ეს უბსკრული, რომელიც თითქოს პოლიტიკოსებს და საზოგადოებას შორის არის და რაღაც ყველა ცალ-ცალკეა თავისთვის და ერთმანეთის ხმას ასე ვთქვათ სათქმელს არ ახმოვანებენ, ეს ვთქვათ დამთავრდება ეს პრობლემა და რაღაცა ერთიანი ფრონტით შეუწევთ ავტორიტარულ ხელისუფლებას. მივესალმები ასეთ შეხვედრებს, მოველი რომ იქნება რაღაც კმედიც ნაბიჯებზე საუბარი და კიდევ ერთხელ გამიმეორდები, რომ მართლა ძალიან სასიხარულო არის, რომ ამ მიუხედავად ბევრი განსხვავებისა, ეს განსხვავებები ვერზე გადაიდო და ამ ბრძოლას ნამდვილად ჭირდება ერთიანობა და თუ ამ ბრძოლაში გვინდა გამარჯვება, გავიმარჯვებთ მხოლოდ ერთი ლოზუნგით, რაც არის ძალა ერთობაში. საჭირო იყოს ჰაერივით ერთობა და ეს ერთობა ამ ალიანსის სახით წარმოდგენილია და ჩვენ რაც შეგვეძლება სტუდენტებს, სამოქალაქო სექტორს და პარტიებს კოორდინირებულად შევეცდებით, რომ ქართული ოცნება ერთხელ და სამუდამოდ გავუშვათ ხელისუფლების სადავეებიდან და ამას როგორ შევდოთ თანმიმდევრულად გავივლით ყველა ამ გზაზე. მთავარი
ამოცანა, რაზეც საუბრობს ყველა მხარე, ეს უკავშირდება საპროტესტო მოძრაობის გაძლიერებას. ამაზე ყველა თანხმდება და ბუნებრივია დღევანდელი შეხვედრა პირველ რიგში მიეძღვნება აზრთა გაცვლას. ისინი მოისმენენ ერთმანეთის შეხედულებებს, დასახავენ სამომავლო გეგმებს და ამავდროულად თანხმდება ყველა იმაზე, რომ აუცილებელია პოლიტიკური წნეხის გაზრდა, ერთობლივი კამპანიების დაგეგმვა და საბოლოო ჯამში ისინი შეთანხმდებიან, როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა. ასევე თანხმდებიან იმაზეც, რომ ეს ბრძოლა აუცილებელია, რადგან ახლა ქვეყანა არის გადასარჩენი, როგორც ამბობენ აქ შეხვედრაზე მოსული ადამიანები. პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.